მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებ ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებს. ეს არის ცენტრალური სტაიაკები, სადაც 75-იანი მილი 40-იანზე გადადის, მერე 20-იანით იქცელება თითოეულ ბინაში, დადუბელებული, დამაგრებული გვაქვს თითოეულ ბინაში, რათა მოხდეს მილების დეფორმაცია არ მოხდეს, აი ესე გამაგრებული გვაქვს. დაქსელილი გვაქვს ბინები ორ ეტაპად. აქეთ 6 ბინა გვაქვს დაქსელილი, სადაც ცალკე სტაიაკი უერთდება სასოჭიკეს ან ასოსეს. აქეთ მეორე 6 ბინა, სადაც უკვე უშუალოდ აქეთ დამაგრებული იყო დადუბელებული, აქეთ უშუალოდ ახლა მიმდინარეობს დადუბელება, დამაგრება. სართულზე არის 12 ბინა, დაახლოებით 3 დღე ნახევარი, 4 დღე უნდებით ერთ სართულს თავის პადიეზდიან ბინებიან და გამომდინარეობს თუ რამე ხელი არ შეგვიშალა, ან დასალაგებელი იყო ბინები, ან გავსვათ არეულობაში მოვყევით და უშუალოდ ზეგავლენა მოიხდინა და გაგვასწიეს. ეხლა გაჩვენებ ჩვენს შესრულებულ სამუშაოებს მწვანე კარკასის პოზიციაში. აი ესე იქცელება, თითოეული წერტილი მიდის, თითოეული წერტილი დუბელდება, რათა პომპის შლანგის მეშვეობით არ მოხდეს აქეთ-იქით მერყეობა და არ დაზიანდეს და არ შეიცვალოს დეფორმაცია. ვანა ტუალეტებში 3 მილი ვაწყობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურ წყალს ცალკე ვდებთ, რათა მოხდეს კიდევ ერთი ცენტრალური დამკეტის მოწყობა აბანოში. აი, შემდეგ ბინასაც გაჩვენებთ. ერთსაძინებლიანი ბინა. კიდევ ერთსაძინებლიანი ბინა, სადაც შესრულდა ჩვენი სამუშაოები, სადაც ყოველივე თითოეული მილი დამაგრებულია, დადუბელებულია და დაფიქსირებული. აქ აიწყობა საქვაბე ოთახი, სადაც შემდგომ ქვაბი დამონტაჟდება. მოკლედ თუ დაგაინტერესებთ, მოგწერეთ და თითოეულ შეკითხვას პასუხს გაგცემთ. ჩვენ შეგვიძლია შემდეგში გადავიღებთ ვიდეოს, რომელიც მოიცავს ერთსაძინებლიან, ორსაძინებლიან მსგავს თუ რა მასალა მიდის, თუ რა მასალა ჩდება თითოეული ბინა და თავის ხელობიან, მასალიან დეტალურად აგიხსნით თუ სატყიდულობთ და მაგის და მიხედვით ყველაფერს შემოგთავაზებთ. დროებით ნახვამდის